Თინათი ნერაძე დროების ჟურნალისტი შემომიერთა ახლა სტუდიაში და პირველი რაც თიკოს ვთხოვეთ გაგვეხსენებინა ზოგადად საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არჩეული პრეზიდენტების ლეგიტიმაცია ცალკე თემა, ამაზე მე შესავალში ვისაუბრე. არამედ ის გარკვეული ტრადიცია, რომელიც ჩამოყალიბდა ფორმა, შინაარსი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენდა ძალიან მნიშვნელოვან გზავნილს საქართველოს ისტორიაში ახალი ფურცლის გადაშლის, სტრატეგიული ხაზის აღების და შემდეგ შენარჩუნების. შესაბამისად, ის რაც ახლა თიკო მოგვითხრობს, მოგვიყვება მათ შორის ისტორიული საარქივო მასალის გამოყენებით. მე ვფიქრობ, რომ დროების მაყურებლისთვის იქნება ძალიან საინტერესო, მას მივცემ საშუალებას თანმიმდევრულად მიყვეს ყველაფერს. თიკო გისმენთ. კი, ჯერ დავიწყებ დღევანდელი დღის ნაწილით და შემდეგ უკვე გადავალ იმ ისტორიულ ექსკურსზე, ესე ვთქვათ, თუ რა ფორმა ქონდა საქართველოს პრეზიდენტების ინაუგურაციებს. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, საქართველოს არალეგიტიმური პრეზიდენტის 40 წუთზე გათვლილი ინაუგურაცია დღეს მხოლოდ 25 წუთს გაგრძელდა. ისე ჩანდა, თითქოს ერთი სული ქონდა ფიცროდის ჩაამთავრებდა და პარლამენტის დარბაზში შეკეტილებმა ფორმალური ნაწილი უცებ გაიარეს და დაიშალნენ. ყაველაშვილის დანიშვნის შემდეგ ცალკე პროპაგანდა და ცალკე მოლაპარაკებები თავები ცდილობდნენ ამ დღესთვის მიეკერებინათ ისტორიული სტატუსი. ყველა გამოსვლაში პროპაგანდას და მოლაპარაკე თავები წყვებოდნენ, რომ ეს იყო ისტორიული დღე და აქტიურად მუშაობდნენ იმაზე, რომ განმარტებული ყოფილიყო ინაუგურაციის გამართვის ადგილმდებარეობის მიზანშეწონილებაც. მაგალითად, წილოსანი საკუთარ TikTok-ზე დებდა ვიდეოებს, სადაც ხსნიდა, რომ კანონში არის გაწერილი ეს თუ როგორ უნდა, რომ აუცილებლად პარლამენტში უნდა ჩატარდეს კანონში, რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებას რაც დაჭირდა, ბოლო დროს ყველაფერი გაწერილი არის, ერთადერთი რაც არ იყო გაწერილი, რაც გაწერილი არის და ვერ გაშეცვალეს, იმიტომ რომ არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს იყო ჩვენი ევროატლანტიკური მომავალი, თუმცა ესეც შეცვალეს მაინც და უარი თქვეს ამ გზაზე. რაც შეეხება როგორ მიმდინარეობდა, როგორი იყო საქართველოს პრეზიდენტების ინაუგურაციები. ეს დღეები ყოველთვის იყო გამორჩეული და განსაკუთრებული და ყოველთვის იყო პომპეზური. ქონდა ტრადიციული ნაწილები ამ დღეებსა შედგებოდა ამ ტრადიციებისაგან. მაგალითად, ზვიად გამსახურდიას ინაუგურაცია პირველი ის მან ფიცი დადო საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, როგორც ეს ამ შემთხვევაში ყაველაშვილის შემთხვევაში იყო, თუმცა ზვიად გამსახურდია ამ ფიცის დადების შემდეგ გავიდა გარეთ და გავიდა ხალხში. ნუ შემდეგ მოგვიანებით სამხედრო აღლუმი მან 26 მაისს უკვე დინამოს სტადიონზე ჩაიბარა და შეგვიძლია ვნახოთ ახლა მცირე მონაკვეთი ფიცის დადების საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ზვიად გამსახურდიას ინაუგურაციის დროს. ფიცავ და საზეიმოდ ვაცხადებ ღვთისა და ერის წინაშე, რომ ერთხმულად განვახორციელებ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობას. ღმერთი იყოს ჩემი შემწე ყოველივე ამაში. ინაუგურაციების შთამბეჭდავი იყო ედუარდ შევარდნაძის დროსაც. საქართველოს მეორე პრეზიდენტმა ტრადიციად აქცია მთაწმინდის პანთეონში ილია ჭავჭავაძის საფლავზე ასვლა. პირველ შემთხვევაში მან მთაწმინდის შემდეგ პარლამენტის წინ დადო ფიცი. მისი ინაუგურაციის მნიშვნელოვანი ნაწილი კი სვეტიცხოვლის ტაძარში გაიმართა. უკვე მეორე შემთხვევაშიც მან პარლამენტის წინ დადო ფიცი და ვნახოთ ახლა კოლაჟი ამ ორივე მონაკვეთიდან. მე დღეს ვიყავი მთაწმინდაზე, თაყვანი ვეცი წმინდა ილია მართალს, პრეზიდენტისა და პარლამენტის სახლის წინ კონსტიტუციური ფიცი დავდე, იწურება მე-20 საუკუნე ქრისტეს დაბადებიდან სასულიერო და საერო ხელისუფლებამ საერთო ძალისხმევით უნდა ვაშენოთ ახალი საქართველო. მე საქართველოს პრეზიდენტი ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ
რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას. მიხეილ სააკაშვილის პირველი ინაუგურაციის პირველი ნაწილი გელათში გაიმართა, მეორე ნაწილი კი თბილისში იყო. სააკაშვილმა სიმბოლურად საქართველოს ახალ დროშასთან ერთად მაშინ პარლამენტის წინ ევროკავშირის ჰიმნის ფონზე ევროპის დროშაც აღმართა. საქართველო ევროპის ნაწილია და ეს დროშა ჩვენი დროშაც არის, თქვა მაშინ ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა, რომელმაც არჩევნებში ხმათა 96%-ზე მეტი დააგროვა. პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი, უცხოელი სტუმრებისა და ოფიციალური დელეგაციების ჩათვლით. მათ შორის იყო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი. სამხედრო მისალმების შემდეგ სააკაშვილი ტრიბუნიდან ჩამოვიდა და ხალხში შევიდა. უკვე მეორე ინაუგურაციაზე პრეზიდენტი არა პარლამენტის ეზოდან, არამედ ხალხში გაშლილი წითელი ხალიჩიდან მივიდა ტრიბუნასთან. ცხადია, აქაც იყო სამხედრო კომპონენტი, მეორე ნაწილი კი უკვე ბაგრატის ტაძარში გაიმართა. და შეგვიძლია ვნახოთ ახლა ეს ნაწილები მიხეილ სააკაშვილის ორივე ინაუგურაციიდან. მე ვარ ამიწის შვილი. აქ არიან ასევე ჩემი წინაპრების სულები ჩემთან ერთად და მე მათ მინდა უთხრა, რომ ნამდვილად არ შევარცხნილ. მე მინდა ქართველებს უთხრა მადლობა და ყველას ვიწმობდენთად. მე საქართველოს პრეზიდენტი ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობას და განუყოფლობას. კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას. ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის. რომ თავისუფლების დაცვას დიდი ჯაფა და გააზრებული გამბედაობა სჭირდება, რომ შეუქცევადი ჩვენ მოძვირფასებო, რა თქმა უნდა არაფერია, რომ საბოლოო გამარჯვებისკენ გზა ძალიან დიდი სირთულეებითაა ჩახერგილი. ისტორია გვასწავლის, რომ ამ ბარიერების გადალახვა ადვილი არაა და ამას ჩვენი დიდი ერთსულოვნება და შემართება სჭირდება. პრეზიდენტის ინაუგურაციები სიმბოლური და საზეიმო იყო ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პირობებშიც. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია 2013 წლის 17 ნოემბერს გაიმართა. ინაუგურაციაზე მიწვეული იყო წინა ორი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ედუარდ შევარდნაძე, თუმცა ცერემონიას არ დასწრებიან ისინი. ფიცის დადების ცერემონია ისტორიაში პირველად მაშინ პარლამენტის შიდა ეზოში გაიმართა. თვალი გადავავლოთ ახალ ამბებს, რომელიც მაშინ იწერებოდა და ეს ძალიან საინტერესო არის. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორი რაჯივ შაჰი გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიალზე აშშ-ს დელეგაციას უხელმძღვანელებს. აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით შაჰთან ერთად ცერემონიალს აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, ევროპასა და აზიაში საერთაშორისო განვითარების ბიუროს ადმინისტრაციის ასისტენტი ჯეიფ ალექსანდერი, დემოკრატიის ადამიანის უფლებათა დაცვისა და შრომის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თომას მელია, პროტოკოლის უფროსი ოფიცერი აზელ რობერტსი და USAID-ის მთავარი მრჩეველი ენდრიუ სვითი დაესწრებიან. მარგველაშვილის ინაუგურაციაზე ჩამოსული იყო ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი. ჯეიმს აპატურაიმ მაშინ თქვა, რომ საქართველოში ორი მიზნით ჩამოვიდა. ერთი ეს იყო პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრება, ხოლო მეორე თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმების გაცნობა. მაღალი რანგის სტუმრების ფონზე ცხადია იყო სამხედრო კომპონენტიც და შეგვიძლია ვნახოთ ეს ნაწილიც მარგველაშვილის ინაუგურაციიდან.
საქართველოს სახელმწიფო დროშა. რაც შეეხება უკვე სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას, ის თელავში ერეკლე მეორის სასახლეში გაიმართა და საკმაოდ პომპეზური იყო ისიც, მიწვეული სტუმრების მრავალფეროვნებით, ღონისძიებას 1800-მდე სტუმარი ესწრებოდა მაშინ და როგორც მაშინ მედია იტყობინებოდა, გომბორის გზაზე მოძრაობაც კი იყო შეზღუდული და ადამიანებს მხოლოდ სპეციალური საშვებით შეეძლოთ გადაადგილება თელავში ინაუგურაციის დროს. ქვემეხებიდან 3-ჯერ გაისროლეს სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციისას და თელავის მერიამ წინასწარი გამაფრთხილებელი განცხადებაც კი გაავრცელა ამისთვის, რომ გაცნობებთ, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით 2018 წლის 14, 15 და 16 დეკემბერს პირველიდან 3 საათამდე პერიოდში მოხდება ქვემეხებიდან ერთობლივი გასროლა. გთხოვთ გაავრცელოთ აღნიშნული ინფორმაცია, წერდა მაშინ თელავის მერია. ზურაბიშვილის ინაუგურაციას ესწრებოდა მაშინ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და ზოგადად ინაუგურაციების ღონისძიებების ნაწილი ყოველთვის იყო სამხედრო კომპონენტი, ეს იყო შეიარაღებული ძალების მისალმება მთავარსარდალთან და საარტილერიო ზალპი და შეგვიძლია ახლა ვნახოთ ეს კოლაჟიც. მე საქართველოს პრეზიდენტი ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას. ჩემი მიზანია ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს განვითარება, მისი ევროპული მომავალი გახდეს შეუქცევადი და ვერაფერმა ვერ შეაფერხოს ჩვენი მთავარი მიზნის მიღწევა. გიორგი, ეს ყველაფერი მომინდა და მოგვინდა, რომ შეგვეხსენებინა მაყურებლისთვის, იმიტომ რომ გასაგებია, რომ ეს არის სიმბოლური დატვირთვის ეს ღონისძიებები, მაგრამ აი სიმბოლოებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს ყოველთვის სხვათა შორის გაგაწყვეტინებდა სიმბოლური ხასიათის იყო სალომე ზურაბიშვილის ჩაცმულობაც. ახლა კიდევ ერთხელ დავაკვირდი და იგივე კოსტუმი, იგივე ფერებში იყო გამოწყობილი წარმოდგენილი საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღესაც. ის ანიჭებს ასეთ სიმბოლოებს, მნიშვნელობა ჩვენ გვახსოვს ჯერ კიდევ ის ლეგენდარული, ასე ვთქვათ, მოსახვევი ქალის, ხო, შარფი, რომლითაც ის მიტინგებზე, ძველი ხელისუფლების საწინააღმდეგო პროტესტებზე იყო წარმოდგენილი და ამბობდა, რომ სანამ არ შეიცვლება ეს ხელისუფლება, მუდმივად ამითი ვივლიო. ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ რაც როცა მოვა მერე დრო და სალომე ზურაბიშვილი აღარ იქნება პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტების მუზეუმში ეჭვი მაქვს, რომ ყაველაშვილის იქ საერთოდ ვერაფერი ვერ მოხდება, ან სპეციალური კუთხე იქნება მიჩენილი, მაგრამ აი სალომე ზურაბიშვილის ამ ტიპის სიმბოლოები აქტიურად შინაარსობრივი სიმბოლოები, ხო, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ეს არის რაღაც იმ ეპოქის პოლიტიკური განაცხადი. ფორმა იქნება სიტყვიერი მნიშვნელობის, ანუ შინაარსი, რასაც არ უნდა იყოს, ან ფორმის, ან ეს არის განაცხადი იმ ეპოქის, იმ კონკრეტული ეპოქის პოლიტიკური განაცხადი და ამიტომ ამ ზეთ რაღაცებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და ახლა რომ მიუხედავად იმისა, კიდევ გაგაწყვეტინებ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე რო ობიექტურები ვიყოთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ უკვე საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ საპარლამენტო რესპუბლიკაზე, სადაც პრეზიდენტის უფლებამოსილებები არის მკვეთრად შეზღუდული, მათ შორის არჩევითობის ხარისხით, ლეგიტიმაციის ხარისხით, ფორმალურად როგორც უნდა ყოფილიყო, მაგრამ პრეზიდენტი მით უმეტეს, როდესაც მას თითქოს მართველი ძალის მხარდაჭერა გააჩნია და ასე შემდეგ,
განასახიერებს იმ პოლიტიკას, ან თავად აყალიბებს იმ პოლიტიკას, რომელიც ქვეყანაში უნდა გატარდეს საპრეზიდენტო ვადის, ან ახალი საპარლამენტო ვადის განმავლობაში და ამ შემთხვევაში სრული კატასტროფა გვაქვს ჩვენ სახეზე, მათ შორის თავად ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი და გამორჩეული კანდიდატების ფონზე, ასე ვთქვათ და საერთოდ სახელმწიფო ინსტიტუტების დეგრადაციის მასშტაბის გათვალისწინებითაც. და ეხლა ამ ყველაფრის ფონზე რაც ვნახეთ, რა კოლაჟიც ვნახეთ ჩვენი წარსული ინაუგურაციების, ანუ მართლა ძალიან კონტრასტული არის და ძალიან კარგად ჩანს თუ როგორი იყო დღევანდელი ინაუგურაცია და შეგვიძლია უკვე გადმოვიდეთ დღევანდელ დღეს და ამ კონტრასტს უფრო კიდე კარგად დავინახავთ ამ კადრების ნახვის შემდეგ. პარლამენტის შენობაში შეკეტილი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ელიტა და სამღვდელოება და ვინც იყვნენ შეკრებილები, რაღაცა ესე ფორმალურად ნაუცბათებად ჩაკითხული ფიცი, რომელიც ასევე შუაში შეეშალა კიდევაც ახალ პრეზიდენტს და რაღაცა გაჩერდა. ეგრეთ წოდებს. გულს დავაყოლოთ ეს სიტყვები სამწუხაროდ გვიწევს ამის ლექსიკაში, პოლიტიკურ ლექსიკაში, ჟურნალისტური. უკვე, მაგრამ ისეთი არის და დასამკვიდრებლად მაინც ცოტა ძნელი არის და ხანდახან გავიწყდება ხოლმე მაინც და შემდეგ იყო მისი სიტყვა, რომელზეც აი ჩემი აზრით ძალიან კარგი შეფასება იყო ის მუსიკოსი თამადას გამოხმაურება, რომელსაც თქვა რომ ასეთი კონკურენტი არასდროს არ მყოლიაო, დაახლოებით ასეთი სპიჩი ქონდა დღეს ჩვენს ახლად არჩეულ ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს, ქართული ოცნების მიერ დასმულ პრეზიდენტს და შეგვიძლია ეს ნაწილიც ვნახოთ ახლა დღეს როგორ გამოიყურებოდა მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია საკანონმდებლო ორგანოში. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობას და განუყოფლობას. კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, ჩემი ხალხის და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის. მოგეხსენებათ, ქართული სუფრა არა მხოლოდ ჩვენი ტრადიციების და დამოკიდებულებების გამოვლინებაა, არამედ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც ყველაზე კარგად გვიჩვენებს ჩვენი ქართველების დამოკიდებულებას მშვიდობის მიმართ. ნებისმიერი ქართული ტრადიციული სუფრა უფლისა და მშვიდობის სადღეღელოდ იწყება. ამით ქართველი კაცი ღმერთს ადიდებს, მადლიერებას გამოხატავს და პირველ რიგში მშვიდობას შესთხოვს. ეს აიხსნება სწორედ ჩვენი წარსულით, იმით რომ მომებისგან დაქანსული ქართველებს მშვიდობა სანატრელი გვაქვს ქცეული. შენი პირადი პრეზიდენტი ვარ. ეს მაინტერესებს სხვა შორის მეც ვერ მივხვდი წესიერად. მე პირადად ჩემი გასაგებია რომ ხუმრობდა, მაგრამ თუნდაც ხუმრობით ის მიმართავდა ეს ჯერჯერობით გამოცანად რჩება. იყო ვერსია სხვა შორის Facebook-ზე ხო ასეთ რაღაცებს მე დიდი გამოხმაურება მოყვება ხოლმე მიკროფონი დარჩა ჩართული და იყო ვერსია რომ შეიძლება ბიძინა ივანიშვილს მიმართავდეს, მაგრამ მე ეს ვერსია გაანეიტრალდა იმით რომ შენობითო არ ეთყოდაო და ეგ ვერსია გამორიცხული ამბავი. ხო, ეგ ვერსია გამოირიცხა და ჯერჯერობით გამოცანად დარჩა ვისი პირადი პრეზიდენტი ღმერთებს შენობა. სხვა შორის ღმერთებს შენობით ლოცვა რო დაგვიწერა შენობით. აი ხო ახლა შენაყირავებ უკვე იმ ვერსიას რომ შენობით შეიძლება და არ მიემართება. კერპთან ასეთ დამოკიდებულება და ცნობა მათ არ აქვს, მას არ აქვს. ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ და არც არის ეს გასაკვირი რომ დღეს ეს ისევე როგორც მისი ასე ვთქვათ არჩევის პროცედურა მიმდინარეობდა გარეთ პროტესტის ფონზე, იგივე იყო დღესაც ხალხი როგორც ათონელის რეზიდენციასთან სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაზე იყო შეკრებილი, ასევე პარალელურ რეჟიმში პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, როგორც უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს და გუშინ იყო ძალიან საინტერესო დღე ამ პროტესტის თვალსაზრისით ერთობის ჯაჭვი, რომელიც ასე ვიზუალური თვალსაზრისით და შინაარსობრივი თვალსაზრისით მიუხედავად იმისა, რომ ცეპოჩკა უწოდა ირაკლი დაჩიბერა ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ჯაჭვი არ გამოვიდათო, სინამდვილეში მე მგონი ხა თავადაც აღარ სჯერათ ეს რომ ამ აქციებს მუხტი და რაღაც შინაარსი აკლია, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ეს უნდა დააჯერონ ხა იმ მაყურებლისთვის, რომელიც ჯერ კიდევ მოწყვლადი შეიძლება იყოს პროპაგანდის მიმართ და ჩვენ გუშინ ამ ჯაჭვის მიმდინარეობისას ჩავწერეთ, გამოვკითხეთ ხალხი, რადგან მეორე დღეს იყო დაგეგმილი ეს ინაუგურაცია, ყაველაშვილთან დაკავშირებით რას ფიქრობდნენ ისინი და დღეს ყაველაშვილმა თქვა, სხვა შორის ასეთი ფრაზა გამოსვლას, რომ მე ყველას პრეზიდენტი ვიქნებიო და მე მინდა ეხა ყაველაშვილმა მოისმინოს თუ ნაისეს, რომ რას ამბობს ხალხი, ეს არ ქონდა ჯერ ნათქვამი ეს მანამდე ჩაწერილი სინქრონები არის, მე თქვა რომ მე ყველას პრეზიდენტი ვიქნებიო, მაგრამ აი იმ ხალხისთვის, ვინც ამდენი დღე არის
ქუჩაში არის, ვისაც მიმართა რეპრესიები, დაშინება, ცემა, დაჭერა, ყველანაირი მეთოდს იყენებს ეს ხელისუფლება, რომლის მიერ დასმულიც არის ყაველაშვილი, ცხადია ეხლა რა დამოკიდებულება საინფორმაციო ფსიქოლოგიური ტერორი ჩვენ ეს გვავიწლება, მაგრამ სინამდვილეში უზარმაზარი მანქანა, რომელიც არის მომართული ამ კონკრეტული ადამიანებისა და ადამიანთა ჯგუფების წინააღმდეგ, რომელიც შეიძლება ამ შემთხვევაში იმ მასშტაბის ისასტიკე ვნახეთ და ისეთი დაზიანებები ფიზიკური, რომელიც ადამიანებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაყვებათ და ამ დღეებში ჩვენ ვნახულობთ სპეციალურ რეპორტაჟებს, სიუჟეტებს ჩვენს გაგვიკეთებია, მათ შორის თუნდაც ქიმიური მომწამლელობის ეფექტზე, თუნდაც იმ გაზის, რომელსაც ასეთი რაოდენობით იყენებდნენ და ასე შემდეგ, მაგრამ არანაკლები და გაცილებით განგრძობადი იქნება იმ ეფექტს და შედეგს, რომელიც აი ამ წლების განმავლობაში, აი ამ დეზინფორმაციის ღვარძლის სახით ამ ადამიანების მიზანმიმართული მარგინალიზაციის ამოცანისთვის თესეს წლების განმავლობაში და მოდიოდა ზუსტად იმ ადამიანებისაგან, რომელთა რჩეულიც არის, იმ ადამიანების რჩეულად რჩება კიდეც მხოლოდ ყაველაშვილი. და აი ხა შეგვიძლია ვნახოთ აი გუშინდელი ჯაჭვის მიმდინარეობის დროს ჩაწერილი ადამიანები, უბრალოდ მოქალაქეები, მხოლოდ აი ამ ჯაჭვში ჩამდგარი მოქალაქეები რას ფიქრობენ ყაველაშვილი იმაზე, რომ ყაველაშვილი მათი პრეზიდენტიც უნდა იყოს, ასე ვთქვათ, როგორი გათვლაც აქვს მას როგორც დღეს მოგვახსენა. რაღაცა თითქოს აი ძალით არის დასმული რა, არ უნდა, მაგრამ რა ქნას, მე მგონი ვერ ამბობს უბრალოდ უარს. იმიტომ რომ ბედნიერი ადამიანია, კარგი წრეყავს, ვიცი, აქეთ-იქით ვიცნობ მაგის ნათესავებს, ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, ეხლა საქართველოს მოგეხსენება და მithumet ეს თბილისი, ფიქრობ მას არ უნდა, მაგრამ აი რაღაცნაირად ეკაჩებიან და მეწოდება, ცოტა არ იყოს. რა თქმა უნდა შეურაცხყოფა არის ქართველი ხალხის, როცა ყაველაშვილისნაირი უცენზურო, უზრდელი ადამიანი პრეზიდენტად უნდა იჯდეს, მაგრამ არ მოხდება ეს, პრეზიდენტი არ იქნება ის ჩვენი. ასე რომ სადაც არ უნდა შევიდეს, ვინც არ უნდა აღიაროს, ისევ იმ კედლებში დარჩება და ქუჩაში ეს თავისუფლად ვერ გაივლის, როგორც სალომე ზურაბიშვილი დადის დღეს ჩვენთან ერთად ყოველთვის. ყაველაშვილი ჩვენთვის არაფერს არ წარმოადგენს. წარმოუდგენელია, რომ ეს ერთობის ჯაჭვი იქნება თუ 200.000 თუ 100.000, ამ ძალის წინააღმდეგი არანაირი რესურსი არ აქვს არავის სამყაროში და ჯადოსნური ძალა აქვს ერთობას. ვერ შევეგუებით, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ის არ არის სათანადო განათლება არ აქვს მიღებული და არ შეეფერება პრეზიდენტობის კანდიდატს, პრეზიდენტობა მას არ შეეფერება, გარდა ამისა ის ქართველ ხალხს არ აურჩევია, იმიტომ რომ ის აირჩია არალეგიტიმურმა პარლამენტმა. პირველი ეფექტი, როცა მართლა ძალიან დიდი იმედგაცრუება ვიგრძენი, იყო მაშინ, როცა გამოაცხადეს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო. აი, ძალიან გასაოცარი ამბავი არ ვიცი, რა კომენტარი უნდა გავაკეთო მართლა. ყაველაშვილი პრეზიდენტი არ არის, ჩვენ გვყავს ერთადერთი პრეზიდენტი ლეგიტიმური, ჩვენ არალეგიტიმურ მთავრობას არ ვაღიარებთ, მოპარულ არჩევნებს არ ვაღიარებთ, მოუწევს დასანქცირებულ ბიძინა ივანიშვილს, რომ აყვეს ხალხის დინებას და დანიშნონ ახალი არჩევნები, ეს არის გარდაუვალი. პირველ რიგში მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტი არ არის, არალეგიტიმურ პარლამენტს არ შეუძლია რომ პრეზიდენტი დანიშნოს და ისეთი არალეგიტიმურია ჩვენი ახალი პრეზიდენტი, როგორც ჩვენი ახალი პარლამენტი, უკვე 12 წელია ყავს რეალურად. სანამ ხალხი არის ქუჩაში, ჩვენ ვიმარჯვებთ. როგორც ეს ნაკადი შეწყდება, ჩვენ დავმარცხდებით, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ეს დღე არ დადგება არანაირად. ან იქნება ახალი არჩევნები, ან კიდე ქუჩაში იქნება მუდმივი პროტესტი. ვაიმე, ყაველაშვილის კანდიდატურა რო დაასახელეს, მაშინ მორალურად ჩამოვიშალე. ესე ვთქვათ, მართლა მორალურად ჩამოვიშალე, იმიტომ რომ მე როგორც საქართველოს ერთ-ერთმა უბრალო მოქალაქემ ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. არავინ არც ამ ქვეყნიდან დაწყებული და არც საზღვარგარეთ რომ არ აღიარებს ამ ადამიანის ლეგიტიმურობას, ის ფაქტი ამ ადამიანმა ლეგიტიმურობა როგორ უნდა მოიპოვოს, მე არ მესახება და ვერ ხვდები იმას, როგორ შეიძლება ეს ადამიანი წარმოჩნდეს ისეთი პიროვნება, რომელიც შეიძლება იყოს ამ ხალხის და ამ საზოგადოების სახე. ყაველაშვილი პრეზიდენტად ვერც ერთ სახით ვერ იქნება, ისეთივე არალეგიტიმურობა შეინარჩუნებს, როგორი არალეგიტიმურობაც ეხლა აქვს შენარჩუნებული და ლეგიტიმურობის სახე დარჩება მხოლოდ სალომე ზურაბიშვილთან. ამ შემთხვევაში სხვა ფორმა არ ექნება ამას. ყაველაშვილი არალეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი გამოდის, ვინაიდან ის აირჩია პარლამენტმა, რომელსაც ლეგიტიმაცია ჰქონდა დაკარგული. და ამ პარლამენტში კონსტიტუციურადაც კი არ იყო შეკრებილი ისეთი უმრავლესობა, რომელიც სრულუფლებიანობას მიიღებდა. შესაბამისად, აბსურდი იყო ფაქტობრივად ეს პროცესი. ვიცი და უწიგნური. როგორიც ბელადი ყავთ, ისეთი ყავთ. ჭყალებში პრეზიდენტი, ვინ აღიარებს არავინ, ხო?
და სახლობანას თამაშობენ აქ, ჩაკეტილ სივრცეში, არა ელჩები, არა უცხოელები. ფიცი ვინ უნდა დადოს? რაზე უნდა დადოს ფიცი? ჯარი სად არის? სუფთა კომედია. და ის იყო საინტერესო კოლაჟი გამოვიდა ძალიან მოკლედ ამ ხალხის გამოკითხვის და აი თვითონ ხალხიც ამჩნევს და უსვამს ამას ხაზს რა აი ელჩები სად არიან ჯარი რატო არ იყო და ფიცი რატო არ მიესალმა ამ ჯარს რა ანუ საზოგადოების თვალშიც ანუ ჩვენ მხოლოდ ჟურნალისტები არ ვაანალიზებთ ამას ასე რა ადამიანებიც კითხულობენ რომ რატო იმიტომ რომ ამ ადამიანებს ხო ნანახი აქვს ის გამოცდილება როგორც ტარდებოდა ეს ინაუგურაციები და ადამიანებში იწვევს კითხვებს არა მარტო ტარდებოდა საქართველოში ანუ სოფთელს მსოფლიოში ტარდება ზუსტად ამ შინაარსს და მას ასეთი დატვირთვა აქვს და ზოგადად სახელმწიფო მათ შორის შედგება სახელმწიფო სიმბოლოებისგან. სახელმწიფო სიმბოლო ერთ-ერთი საპრეზიდენტო ინსტიტუტით შესაბამისად მისი უფლებამოსილებაში შეყვანის პროცედურა პროტოკოლურადაც შინაარსობრივადაც უნდა იყოს მთავარი პოლიტიკური, იდეოლოგიური, სტრატეგიული ღირებულებითი გზავნილის მატარებელი რა ტიპის სახელმწიფო რა ღირებულებებზე დამყარებულ ერთობას ანვითარებს. აი ყაბელაშვილთან მიმართებაში ყველა ეს წინა სიტყვაობა რომელიც ახლა მე ჩამოვთვალე აბსოლუტურად უადგილოა დარწმუნებული ვარ მისი ახლობლებიც ხვდებიან ამას და როცა ვლაპარაკობ ტრაგედიაზე მე მგონია რომ პიროვნულ დრამასა და ტრაგედიასთანაც გვაქვს საქმე შეიძლება ის თავად პირადად ამას ასე ვერაცნობიერებდეს მაგრამ ალბათ გავა გარკვეული დრო როდესაც თავადაც გააცნობიერებს ყოველ შემთხვევაში ჩვენ ახლა დღეს ვსაუბრობთ იმაზე რომ ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს საქმიანობას მან დღეს მიიღო სწორი გადაწყვეტილება გამოვიდა სასახლიდან თუმცა ხო არსაიდან პრინციპში არ გამოსულა შენობიდან გამოვიდა რომელსაც ზუსტად ის დატვირთვა აქვს რომ საპრეზიდენტო ინსტიტუტის და ლეგიტიმაციის განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საერთოდაც მე მგონი ბევრმა თქვა ან გაახსენდა არ ვიცი ისე აქტიურად დღეს ვერ მივადევნე თვალი მაგრამ პირადად ჩემთვის საპრეზიდენტო რეზიდენცია კვლავ რჩება საპრეზიდენტო რეზიდენცია რომელიც აშენდაავლაბარში და ჩემი აზრით ის უნდა დადგეს დრო, როდესაც კვლავ დაიბრუნებს იმ ფუნქციას, რომლის გამოც ეს შენობა აიგო, ეს არც ერთი რომელიმე კონკრეტული ადამიანის პრეზიდენტის ან სახელმწიფო უმაღლესი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის რეზიდენციობას არ ნიშნავს. ეს არის ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების გამოხატულება და არქიტექტურულადაც და ბევრი სხვა მიზნის გამო ამიტომაც კეთდება ასეთი რაღაცები. თუ რამის დამატება გინდა, ჩავთვლით უნდა რუსთავები. ერთი ნაწილი დაგვრჩა კიდე, რადგან სეზონის ბოლო დროება არის, ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე შეჯამებებს და რაღაც ისეთ, მაგრამ ამ ქართულმა ოცნებამ არ მოგცვა არაფრის საშუალება, რომ რაღაცა ის გქონოდა ან შემაჯამებელი ან მიმომხილველი და ამიტომ ძალიან რომ გუშინელ ჯაჭვზე გამომეკითხა ადამიანებისთვის რა არის მათი სურვილები 2025 წლისთვის და ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ პირად თემებზე სურვილები არ ახსენდებათ რა. მათი აი საახალწლოდ ხო, იმიტომ რომ აი ესე დაუსვიკვით ხარ, რომ აი რა არის თქვენი სურვილები 2025 წლისთვის და აბსოლუტურად ყველა ადამიანმა ბევრი ადამიანი ყავდა გამოკითხული, ყველა ადამიანის სურვილი უკავშირდება ამ ქვეყნის მომავალს, ახლა მიმდინარე მოვლენებს, ამ ქვეყნის პროდასავლურ მომავალს, ევროინტეგრაციას და ქართული ოცნების წასვლას, ასე ვთქვათ, თავად ლაპარაკობენ ეს ადამიანები ამაზე და ვნახოთ ეს ნაწილიც. აი ესენი არიან, მომავალი საქართველო. ესენი არიან იზრდებიან პატრიოტებად. არ მინდა 21 წელი რა. აქ ალტერნატივა არ არის რა. მე არა ვარ თავისუფალი. ჩვენი ოჯახი არ არის თავისუფალი. ჩვენ სხვა გზა არ აქვს. არ დაგვიტოვეს უბრალოდ. არ მინდა ხაბაროვსკში რა. თბილისში მინდა. პარიზის კარგენ თბილისში აქ დავიბადეთ, აქ გავიზარდეთ და აქ იცხოვრებენ ესე. ისინი თავის პარალელურ სამყაროში არსებობენ. მე ამას ცხოვრებას ვერ დავარქმევ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებ. იცით მე ძალიან დიდი ხანია მინდოდა ეს მომენტი რომ ვიგრძნობდით ერთმანეთის ხელები რომ გვექნებოდა ჩაჭედებული რა ემოცია იქნებოდა და ძალიან მიხარია რომ ამ ყოფის თანამონაწილე ვარ. მე მგონი ეს არის საქართველო, ეს ვარ ჩვენ ხალხი რომელიც ერთმანეთს კუთხის ვიჭირავთ ერთმანეთის ხელი და გვინდა სამართლება, თავისუფლება და ახალი არჩევნები. მე მინდა მადლობა გადაუხადო ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ ეგრო არა და ესეთი სასტიკი და საშინელი სიტუაცია რო არა, ეს ხალხი ესე არ შეიკრებოდა და ამდენი აი ეს ენერგია გამოჩნდა, რომ საზოგადოება მართლა ვართ.
მართლა ერთმანეთის გვერდით დგომა შეგვიძლია. მე საჯარო მოხელე ვარ, გუშინ ჩვენც მქონდა სოლიდარობის აქცია, ჩვენც კოლეგების მხარდასაჭერად, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. მე ჯერჯერობით ვინარჩუნებ საჯარო მოხელის სტატუსს, მაგრამ ყველა ის ადამიანი, ვინც ხელი მოვაწერეთ, რომ ვემხრობით ქვეყნის ევროინტეგრაციას და ამ კურსს, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს, რომ ერთგული ვართ კონსტიტუციის 78 მუხლის, რომელიც ჩვენ აი ამ ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ მიგვიყვანს, აი ამ აქტს მოვაწერეთ ხელი და ამისთვის ადამიანები ისჯებიან. დღევანდელ დღეს ხალხი აჩვენებს თავის ძალას, იბრუნებს თავის ძალას და იღვიძებს და ხვდება, რომ ჩვენია ეს ქვეყანა. ძალიან ვამაყობ ამით, იმიტომ რომ დროა რომ გავიღვიძოთ და გამოვხიზლდეთ. ბევრს ვეღარ გაძლებენ რა, იმიტომ რომ ჩვენ ერთად ვართ. ერი გაერთიანებულია, მთელი საქართველოს ფეხზე დგას, ჯაჭვში დგას, გაერთიანებულია. ამ ხელა ერთსულოვნობა, მე არ ვიცი, მე ჩემი ასაკიდან გამომდინარე არ მინახავს. ჩემს შეგრძნებაში ძალიან დიდი დღეა და მინდა რომ ჩემი შვილები ამას ესწრებოდნენ, არ გამოტოვონ ეს მოგონებები, რომელიც მომავალში საამაყოდ ექნებათ. უყურონ იმედს და დატკბენ. მაგრამ მაცივარში რომ შეიხედავენ და არაფერს დაინახავენ, მაშინ მიხვდებიან. ჯერჯერობით ტელევიზორი ჯობს მაცივარს, აი როცა მაცივარი ტელევიზორს აჯობებს, გონს მოვლენ. თავარი სურვილი რა იქნებოდა 2025 წლისთვის? აი მე რა კარგია. 2000 ჯერსეთი გილოცავთ დამდეგს და გული მიგრძნობს რომ გამარჯვების წელი იქნება, იმიტომ რომ ეხლა არც დაბადების დღე გვაინტერესებს, არაფერი არ გვაინტერესებს, ყველა უსურებთ ერთმანეთს ამ დიდი ომის გამარჯვებას, რომელიც არ არსებობს რომ დამთავრდეს ისე როგორც ერთ კომპლექსიან ადამიანს უნდა. ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც უნდა გაქრეს საერთოდ. ჩვენი გამარჯვება, რაც აუცილებლად დადგება. დარწმუნებული ვარ ამაში. ეს სიყვარული, რაც გვაქვს, უბრალოდ უფრო გაღვივდეს, გახდეს ქმედითი და არ დაგვეკარგოს ერთმანეთის იმედი და ეს რწმენა, რაც ახლა გვაქვს. თავისუფალი საქართველო. სიმშვიდეს მხოლოდ თავისუფლების პირობებში აქვს ფასი. თუ თავისუფლება არ არის, სიმშვიდეს ფასი ეკარგება. იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში თავისუფლების გარეშე სიმშვიდე არის მონობა და მონობა სიმშვიდე არ არის, მონობა. ესენი არ იქნება. არ გამოვიდა. ევროპულ საქართველოში ცხოვრებას, თავისუფალ, დამოუკიდებელ, ძლიერ საქართველოში ცხოვრებას. ვისურვებდი სამომავლოდ გაერთიანებულ, ერთიან აი ამ შემართებით, ამ ერთობით მდგარ საქართველოს, რომელიც ნათელი, რომელიც ესეთი ძლიერი მომავლისთვის იქნება და დაიმკვიდრებს თავის საკუთარ ადგილს, იმ ადგილს, რომელიც ნამდვილად ეკუთვნის ევროპული ქვეყნების დიდ ოჯახში. 2025 წლისთვის უკვე ესენი როცა აღარ იქნებიან, სურვილი არის ის, რომ არ დავივიწყოთ ეხლა როგორები ვართ და გავაგრძელოთ ესე ქვეყნის აშენება. ვისურვებდი, რომ ჩვენი ხმა უფრო მჭექარედ ისმოდეს და ჩვენი სურვილები იყოს ამ ქვეყანაში უპირველესი და არა ერთეული ადამიანების, რომლებმაც მოირგეს კანონიც, კონსტიტუციაც, სამართალიც. 20-25 წლის ჩემ საქართველოში მინდა რომ თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს. ხალხმა გაიმარჯვოს. დაინიშნოს პირველ რიგში ახალი არჩევნები. დალაგდეს ქვეყანა, მშვიდობიანი, დავიღალეთ უკვე, ერთ წრეზე მოძრაობთ. 9 აპრილის 1999 წლის 9 აპრილის აქციების მონაწილე ვარ და ჩემი შვილიც ახლა ერთ წრეზე ტრიალებს. ხალი არჩევნები, ოღონდ ჩატარებული ნეიტრალური ორგანიზაციის მიერ, არა ცესკოს მიერ და რეფორმა მთლიანი პოლიტიკური, რა მხოლოდ არჩევნები საკმარისი არ არის. თავისუფალ ქვეყანაში გავიღვიძო, მშვიდობიანად ვიცხოვრო, აღარ მიწევდეს სტუდენტს ქუჩაში დგომა და მინდა რომ ჩემი საქმე რაც არის, ის გავაკეთო თავისუფლად და არა ამ ხელისუფლების, დე-ფაქტო ხელისუფლების რეჟიმის ქვეშ. ჩემ თავარ სურვილი იქნება რომ საქართველოს დაუბრუნდეს სამართლებრივი, დემოკრატიული და სახელმწიფოებრივი ჩარჩოების საზღვრებს, რომლისგანაც ამოგვაგდო ამ ვითომ ხელისუფლებამ და დაუბრუნდეს იმ გეზს, რომელიც ქონდა აღებული ამ ქვეყანას, რომელიც არის მისი ისტორიული გეზი. ასევე უსურვებ მშვიდობას, რომელიც ქართულ მოსნებამ მიიტაცა რატომღაც
და ღირსებას, მაგრამ ეს ტერმინები რეალურად ძალიან დიდი მნიშვნელობით დატვირთულია ქართველი ერისთვის და ამის იმიტაციების საშუალება არ უნდა მივცეთ და არასწორი ინტერპრეტაციის. ეს კარგი სიტყვებია და ღირსება იმას ნიშნავს, როდესაც არავინ ჩაგრავს და სამართლიანი ღირსეული მშვიდობა გაქვს. ჩემი მთავარი სურვილი იქნება, რომ ამ ქვეყანაში ხალხმა დაიბრუნოს ძალაუფლება, დაამკვიდროს სამართლიანი არჩევნები და დაამკვიდროს სამართლიანი სასამართლო. 2025 წელს თქვენი მთავარი ნატრა რა იქნება? უკოცო საქართველო და ევროპა. ეს იყო მოკლედ გუშინდელი ჯაჭვიდან ადამიანების განწყობები და საახალწლო სურვილები. ხო, მეც მივემატებდი უბრალოდ რომ ქოციანობა რო დასრულდეს, თორე აი ამ ქოცური ვირუსით მოწამლული ადამიანები, რომლებიც ჩემი აზრით თავადაც აღმოჩნდნენ მსხვერპლი მთელი ამ უბედურების, რაც ამ ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით ადრიალდა საქართველოს თავს, საქართველოს თავისი თავი რო დაიბრუნოს, ამის სურვილები იყო, რაც მოვისმინეთ. ახლა მართლა საოცარი ქართველებისაგან და მე შემთხვევით არ ვთქვი შესავალ სიტყვაში ედიტორიალში ვთქვი, რომ დიდი გარდატეხის წელი არის და თუ კი ეს დიდი გარდატეხები არა მარტო ჩვენს უახლეს ისტორიაში დიდწილად მაინც ერთ რომელიმე ადამიანს ან მეფეს ან პოლიტიკურ ლიდერს ან მოწამეს მაგალითად უკავშირდებოდა დღეს ჩვენ უпроსორეთ უკვე დაიწყო ეს პროცესი და ეს ბოლო ერთი თვე არის ამის მაგალითი და მომავალ წელს რა დიდი გარდატეხაც მოხდება ეს არ იქნება არც ერთი რომელიღაცა ერთი ადამიანის მიერ მოპოვებული მაგრამ იქნება ყველა იმ ადამიანის რომელიც მათ შორის გუშინ ჯაჭვში იდგა არა მარტო თბილისში ჩვენ ბევრი ისეთი ხიდი და ისეთი ადგილი ვნახეთ სადაც მათ შორის ქართველები ძალიან მცირედ ვართ წარმოდგენილები და იმას არანაკლები ფასი ჰქონდა და ძალიან შთამბეჭდავი იყო სხვა შორის ყველა ადამიანს რომელიც თბილისის ცენტრში იყო შეკრებილი. ძალიან დიდი მადლობა.